ამ გაკეთებაში მეგობრებო გაწავლით თუ როგორ შევცვალოთ სლაიდის ბექგრაუნდი ასე. ამისათვის საჭირო არის გადავიდეთ დიზაინ ტაბში და აქ როგორც ხედავთ არის დიზაინების ჩამონათვალი, რომელიც შეგიძლიათ თქვენ აირჩიოთ. არის რამოდენიმე ტიპის დიზაინი. ამ შემთხვევაში ავირჩიოთ ეს. აი ამ ღილაკს დაჭერის შემთხვევაში, მორღილაკს დაჭერის შემთხვევაში უფრო მრავლადაა წარმოდგენილი დიზაინების ტიპები. მოდი ჩვენ ავირჩიოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს დიზაინი და განვიხილოთ ამ დიზაინზე სხვა ატრიბუტები PowerPoint-ზე. როგორც ხედავთ, გვერდზე, თემების გვერდზე არსებობს ესეთი ვარიანტები. ანუ დიზაინის ვარიანტები. როდესაც ჩვენ ავირჩევთ ამ დიზაინს, შეგვიძლია ამ დიზაინის ფერების შეცვლაც, რომელიც განლაგებულია ვარიანტებში. ვთქვათ, ყველაზე ესენი არის უკვე მზად თემები. მორღილაკს დაჭერისას ჩვენ ვირჩევთ უკვე კონკრეტულ ფერებს, სადაც არსებული არის უფრო მრავლად არის წარმოდგენილი ფერები და დიზაინის ფერები ვიდრე ზევით აი აქ გაფორმებულ დიზაინებში. და მოდით სიტყვაზე ავირჩიოთ ნებისმიერი ფერმერი, რომელიც მოგვეწონება. და სიტყვაზე იყოს აი ეს სპედი. ასევე აქ თუ დავკვირდებით არის ფონტის ზომები, რომელიც თავწუხაროდ მუშაობს ინგლისური ტექსტებზე. აი მაგალითად, თუ გინდათ აქ დავწეროთ რამე ინგლისურად და თუ დავკვირდებით ცვლება ამ ფონტის სახეობა, საკითხავთ ქართულ ფონზე არ მუშაობს ესენი. შესაბამისად ნაკლებად მომიყენებს. კარგად, მოდით კონკრეტულ შემთხვევაში დავშოვოთ ეს ინგლისური. ასევე ამ ვარიანტების მორში არის ესეთი background სტაილი, სადაც შეგიძლიათ უკვე შეცვალოთ background-ის ფერი. მოდით რამე ფერი ჩავაცვალოთ, ასევე აი აქ არის ფერების ამორჩევა. რაღაც არჩევს, მოდით წონი ავიღოთ. აი უფრო შედარებით ჩანს და უფრო განკვეთილი. Apply to all. ნიშნავს, რომ ანუ თითოეულ შექმნილ გვერდზე გადავა ეს background. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩება მხოლოდ იმ სლაიდზე, რომელზეც შეცვლით ამ background-ს. Так, background-ზე მოვჩით ლაპარაკს, მოდით ახლა ვისწავლოთ კიდე თქვათ აი ამ ფონტის სახელის ზომის შეცვლა, გასწორება და ასე შემდეგ ფერის შეცვლა. ამისათვის ვაწვევით ამ ბლოკს, ვნიშნავთ ამ ტექსტს მთლიანად. გადავდივართ Home tab-ში და აქედან ვიჩევთ ფერს უკვე. ამოვიჩევთ ისეთი ფერი, რომელიც უფრო კარგად გამოჩნდება. როგორც ჩანს, ჩემი პირველი პრეზენტაცია არის სიტყვა პრეზენტაცია არის გადმოსული თალკე ხაზზე. თუ ჩვენ ესეთი რამ არ გვინდა, ამისათვის შეგვიძლია მარტივად აი ესე გამოძრაოთ ტაბი და გავახსენოთ. ეს ტაბი ასევე მოძრაობს, არ არის აუცილებელი იმ ადგილას იყოს, რომელზეც თვითონ არის თვითონ ავტომატურად გაჩერდა. შეგვიძლია ცოტა ზევით ავწიოთ, ასევე ესენიც, ანუ ნებისმიერი ტაბი არის მოძრაული. მოდი ამ ტაბსაც, ამ ტაბის ფონტიც შევცვალოთ. ოღონდ ერთი ნიუანსი უნდა შევნიშნოთ, როდესაც ჩვენ home-დან ვცვლით ამ
ფერს რო გადავიდეთ დიზაინში, შევიდეთ more-ში და ფონტის color-ში ფონტს შევიდეთ დიზაინში, more-ში, ამის შეცვლის შემდეგ უკვე აღარ შეიცვლება ამ ფონტის ფერი. თუ დავაკვირდებით მეორე სლაიდში, სადაც საგნის შესწავლა წერია, სათაური, რომელიც არ შეგვიძლია მასზე ფერი, მასზე არ შეცვლილა, მასზე შეიცვალა ზუსტად ფერი. ანუ აი უყურეთ. აქ იცვლება, ანუ ვარდისფერია, მაგრამ თავარ გვერდზე ჩემი პირველი პრეზენტაცია არის შავი. რადგან შევცვალეთ home-დან ფერი. ნუ დღესდღეობით ამ დროისთვის სულ ეს იყო ამ ბექგრაუნდზე მუშაობის და შემდეგ გავკეთე სწავლებას.